რამდენი ყველი აქვს შეხედე. ეს რა არის? ბეკონი, ყველი რა, რამდენი ყველია? ძალიან კარგად გამოიყურება კარბონარა ბოლონეზე. რამე მოგჩეს მაჭაბა. ევიღალი აღარ მინდა. წამიყვანეთ ქუთაისში ხინგალი მინდა. შეგიძლიათ მოხვიდეთ ცოლების დაბადების დღეზე, ოღონდ. კიდე კაი ეს დაბადების დღე რო წელიწადში ერთხელაა. Bye guys, thank you, see you. შეგიძლიათ ქუთაისში პიცერიებმა გამომიგზავნოთ პიცა და შევადარებ ამ პიცას. იმ პირში მაქვს ხელი შეყოფილი. ამ პირზე მაქვს საუბარი. მოდი ახლა ვნახოთ ინტერნეტში გაპიარებული რაღაცა არის თუ მართლა გემრიელი არის. აი ამას ქვია გემოების თამაში. ბრავო. ბრავო. გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით იტალიური სამზარეულოთი. წევიდეთ ახლა, წავიდეთ ხო, ირმა, წავიდეთ. წევიდეთ ახლა, ხო და დავაგემოვნოთ იტალიური სამზარეულა. აგერ მშვენიერი რაღაც რესტორანი ვნახე, ხო და მოდი იმით დავიწყოთ. წევით. 7 for 2? Yes. წავედით, აუ, რა ლამაზი გარემოა შეხედა. მოვედით, გალამაზი ადგილია შეხედე. ხე, შუაში, ზემოდან შუქი უტყავს ძალიან ლამაზი. ნახოთ ახლა უთოს ფასი თუ არა აქ ახლა ყველაფერს გადავხედავ რა. პასტა ყველაზე იაფიანი ღირს 14 евро, 14, 16, 18. პიცა შეიძლება მარინარა 9 евро ღირს, მარგარიტა 10 евро ღირს. ზომა არ ვიცი პიცის რანაირია, მაგრამ 10 евро პიცისთვის ზომას გააჩნია ნორმალური ფასიანი. ირმას რამე ხორცის გარეშე აურჩევ პასტას და მეც რამე პიცა შევუკვეთავ რამე. კარგი, პასტა შევუკვეთე, სახელი რა ერქვა არ ვიცი, მაგრამ 13 евро ღირდა, პიცა შევუკვეთე მარგარიტა. და კიდე აი ეს სასმელი რომელიც ღირდა 6 евро. სუნი აქვს ძალიან ალკოჰოლური, 40 გრადუსი ეწერა და ეს მე მგონი დაგვათრობს. აუ რა კაია, ვისკი არის და ძალიან კაი გემო აქვს. კარგი, ახლა მოუცადოთ ჩვენ პიცას და პასტას და ვნახოთ რანაირი იქნება ნამდვილი იტალიური პიცა და პასტა. წავედით. მე ვიდა ჩვენი იტალიური პასტა და მოდი ახლა გავსინჯოთ რანაირი არის რა. შესახედაობაზე უზრუნიათ კი. ინსტაგრამული პასტა არის, ამას შეგიძლია მოხვიდე, გადაუღო და დარჩები კმაყოფილი მარტო სურათით. მოდი ახლა გემოვნახოთ რანაირია. ვერ დავამუღამე რაღაცა. ძალიან ცოცხალი პომიდორის გემო აქვს რა და რამდენად მომწონს ვერ გეტყვით ახლა ნამეტანი ცოცხალი პომიდორის გემო. ნახე? აი. პომიდორი ყველი აქვს ზემოდან მოსმული. რავი, ჩვეულებრივი პომიდორიანი მაკარონი არის. მაგარონი ჩახარშული არ არის. ბებიები რო იტყოდნენ რომ მოუხარშავია, ეგი ვარ ჭამო. მე იმნაირია. სიცხარე ოდნავ აქვს, ყველის გემო არ იგზნობა. მთელი გემოები მიდის პომიდორზე რა. კი ბატონო. ყველის გემო მოდის შორიდან ძალიან. შეიძლება მე შემეშალა, სხვანაირი პასტა შევუკვეთე, მაგრამ ეს ჩემ გემოვნებაში ვერ ჩაჯდა რა. ეს რა არის? ვითელი პომიდორი არის. მოდი ახლა პიცას გავსინჯავ. ჯობია. ეგი ირმას მივცეთ. მოდი ახლა ინსტაგრამული პიცა დავშალოთ რა. იმედია იმ პასტასავით არ იქნება. ჯერჯერობით იმედებს იძლევა. ისე გამეიყურება და ვნახოთ აბა რანაირია. იმ ფეჩი როა შემწვარი, ყვამლის სუნი აქვს. მოდი ახლა გავსინჯოთ.
ქუთაისში უკეთესი მარგარიტა მაქვს ნაჭამი გეუბნებით. შეიძლება ძალიან იმნაირ ადგილზე შემევედით, რომ ტურისტული ადგილი არის, იმიტომ ყველაფერი ისი არის მოწყობილი, გადასაღების სივრცეები, აი იქეთ პარიზული ადგილია მოწყობილი, აქ ყიარი შუაში. ჩვეულებრივი პიცა არის. ნებისმიერი პიცერია ქუთაისში თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ კაი პიცა სადაცაა ქუთაისში, ყველა პიცა მირჩევნია ამას, რავი. ხო და იმას გეუბნებით, რომ მე მგონი ძალიან ინსტაგრამული და იმნაირ ადგილზე მევედი რა. მაგრამ თუქშია იჭმება რა. შეიძლება იმის ბრალია, რომ უფრო მეც მეველოდი პიცის სამშობლოდან და პასტის სამშობლოდან, რომ კაი ყოფილიყო და მაგის ბრალი არის, რომ ასე ვფიქრობ ახლა. ვერ ეტყვი, რომ ცუდი არის, მაგრამ მე მოლოდინები მქონდა, რომ იქნებოდა ჩვეულებრივია. ეს ვისკი არის ძალიან გრადუსიანი და კარგად ვარ. ჩემ გამომწერებს გამომარჯოს, მენ გაგიმარჯოთ. ცოტა რომ დავლი ეგი, ოდნავ ეს პიცაც მე მეწონა ისე. პიცა რითი ფასდება ახლა? ცომი არის იდეალური და სუნი არის იდეალური. შემწვარეც კარგად არის და ჩემთვის ახლა გემო არა აქვს. ამაზე ახლა ერთი ბეკონი რო ეგდოს, ვაფშე მაგარი იქნებოდა. არა, შეიცვალა ყველაფერი მეგობრებო. ან ამან გამიხსნა, ან ეგია, კაი ცხელი იყო სავარაუდოდ მაშინ და ცოტა რო გაგრილდა, გემოები უფრო მიეცა. ყველის გემოებიც მოდის, ტომატის გემოც მოდის, ცომი კაი არის. და ნორმალური პიცა არის ახლა. ნახო, თლა არ შეცვლილა ყველაფერი, მაგრამ ერთი სიტყვით ნორმალური პიცა არის. ძვირი არ არის, იმიტომ ახლა 10 евро ამ ხელა პიცისთვის. ნორმალური ფასი არის. მაღაზიაში Carrefour-ში ერთი ნაჭერი პიცა ღირდა, რაღაცა 3 евро ნახევარი და ამ ხელა პიცისთვის დაწესებულებაში 10 евро ნორმალური ფასი არის. არა, შარზე ვარ, გონია. ყველა რაც ხებს მივედმევედე, ნორმალური პიცა არის. მაგრამ ქუთაისში რო პიცებია, იგი მიყვარს. შეგიძლიათ ქუთაისში პიცერიებმა გამომიგზავნოთ პიცა და ვნახავ შევადარებ ამ პიცას. მე ვფიქრობ, რომ მე ქუთაისის პიცები ამაზე უკეთესი იქნება. კაი, ახლა ანგარიში დაველოდოთ. ნახოთ რა დაგვიჯდება და წევით. წყალი ღირდა 3 евро, 13 евро პასტა, 10 евро პიცა და 12 евро ეს დასალევი. 4 евро ალბათ მომსახურება არის. და გამოვიდა 42 ევროს. მომსახურება კაი არის და საჭმელეს რა მოგახსენოთ. Thank you. კარგი, ახლა წევიდეთ სხვა რაღაცები დავაგემოვნოთ. 5 евро ღირს, აი ეს ტაბლი. და მოდი გავსინჯოთ რა. Thank you. დიდი ღირს 10 евро, პატარა ღირს 5 евро და არ მინდა მეუთხარი დიდი პატარა მინდა თქო და რო გადმოყარა. დიდიდან და დაიყარა, პატარაში რო ჩაყარა, ისევ ეს იგი რაც გადმოყარა, იგენჩები და შეგნით. გავსინჯოთ, მოდი ახლა რანაირი იქნება, მაგრამ რანაირი უნდა იყოს, ახლა წაბლი არის. ნახშირზე რო არის შემწვარი, შეიძლება სხვანაირი გემოქონდეს. მოდი ვნახოთ აბა. აი. ჩვეულებრივი წაბლი არის, ნუ გემრიელია, მაგრამ. კაია. 5 евро რამდენად ღირს ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ გემრიელი არის. აი, მა. გასინჯო. მევედი, მეგობრებო, ნომერში. ოდიში ახლა ნომერში მარტო საწოლი არის და ესენი და არა, კიდე არის, აგერ მაცივარი არის, ტელევიზორი არის და ნუ მაგით არ გვაქვს და აგერ ლოგინზე გავაკეთებ ჩემი ნაყიდი რაღაცების unboxing-ს. თან დავაგემოვნებ ამ კესაც. ვიყიდე ჩიპსი, კლასიკი არის. არ მეყვარს არაფრით, კლასიკი მეყვარს, მარტო მარილიანი რო არის, მაგი მეყვარს მე. 200 გრამი არის და მივეცი евро და 30 ცენტი. ნაყინი ამაში მივეცი евро და 83 ცენტი. მე მგონი, რაფერაც მახსოვს. კი, მას აღებთ. ლუდი, პარლეი, კლასიკი. ამაში მივეცი
50 ცენტი თითოში. დანა ჩანგალი და კოვზის ერთჯერადი ვერსია. ამაში მივეცი 50 ცენტი. ჩემი ცოლი ჩიპს არ ჭამს და პოპკორნი ვიყიდეთ 30 ცენტი. და კრეკერი 80 ცენტი. მოდი ახლა ნაყინი სანამ გადნება მით და ვიწყოთ. გემრიელი სუნი აქვს, ნახე. ვიზუალზეც კარგად გამოიყურება. უცებ გემოსაც ნახავ. აჰა. რა გემრიელია. შოკოლადის ხო არის, მაგრამ ესა ძალიან შოკოლადის. ძალიან მაგარი შოკოლადის გემოა. რაღაცა ნუთელას გემოზე მიდის რა ბოლოში. მაგარია. ახლა შევწდი, ნაყინი არ უნდა მეჭამა. ლუდი და ნაყინი შეუთავსებელი სითხეები არიან ერთმანეთთან და ლუდს აღარ გავხსნი. ლუდი მერე იყოს. მაგრამ ისე ლუდს იტალიაში არ აქებენ, ვისაც ვკითხე, ყველა მითხრა რომ არ მომეწონა ლუდებიო. მაღაზიაში ნაყიდიო და დიდი იმედი არც მაქვს. გუშინ ჰეინეკენი დავლიე და რანაირიც ჩვენ მაღაზიებში არის, იმნაირი გემო ქონდა, განსაკუთრებული დიდად არაფერი არ იყო. ჩიპსი. ჩვეულებრივი კლასიკის გემოა, გლეისი რანაირიცა, იმნაირი არის ზუსტად და როგორ რამდენია? სავსე არის, იგი 2 დღე მეყოფა. ძალიან ბევრია. დავედით ახლა შემდეგი რაღაცა დავაგემოვნოთ. ვატიკანში ვარ და შემდეგი არის ავა და კრუასანი. მინდოდა მეჭამა რამე სხვა, მაგრამ ფასები არის. კაც ააქცევს. ასე პატარა სალათა. ხონდა რა ვიცი, ზეთის ხილი, სალათის ფურცელი და პამიდორი. 2 ცალი ყველი. გირდათ 18 евро. რო გამდიდრდები, მოვალ ვატიკანში და ვიყიდი იმ სალათს. და საერთოდ ყველაფერი. კოკა-კოლა პატარა ღირს 5 евро. ამიტომ მენიუ ნახეთ ყველაზე იაფად. ეგენ ეს მენიუ 4 евро ღირდა, ავა და კრუასანი. სანამ ყავა გაცივდება, მანამდე კრუასანს შევჭამ აგერ. იმედია რამე შეკთავსი ექნება ახლა ამას. თაფლის სუნი აქვს. არ ველოდებოდი, აი თუ იქნებოდა, მაგრამ ფისტის გემო აქვს რა. შინგ არაფერი არ აქვს, მაგრამ გემო აქვს ფისტის. და ძალიან გემრიელი არის. ყავა და იგი რა გვანაყრებს რა. ყავა ვნახოთ აბა. ქუთაისში, ლავაცაში, იქანა უფრო უკეთესი ყავა არის, ეგ ჩვეულებრივი არის. ეს კარგია, ამას არ აუშავს. წევედით ახლა, შემდეგი რამე დავაგემოვნოთ. ვატიკანთან ახლოს არის მაკდონალდსი და ყველაზე იაფიანი, ასე თუ ისე, ყველა ქვეყანაში ჭამა გამოდის მაკდონალდსში. ამას იძახოდა ყველა, რომ მაკდონალდსი არის იაფიანი და ქუთაისში მაკდონალდსი იაფიანი არ არის. მაკდონალდსი არის ძვირიანი ქუთაისში. ნახოთ აბა აქანა. ერთი ჰამბურგერი მინდა, ირმას უნდა რამე ვეგეტარიანული, თევზის ბურგერი? იყოს? დაახლოებით 2 წუთში გამზადა ყველაფერი. გადავიხადეთ 11 евро და 59 ცენტი. კოლა, თევზის ბურგერი, 2 ცალი ჰამბურგერი და ფრი და ყველი соуსი. ნახოთ ახლა აქაური მაკდონალდს რანაირი გემო აქვს. ყველგან ერთი და იგივე გემო აქვს, მაგია ამის ნიშა. მაგრამ ნახოთ აქაც რანაირი არის. აკაი ყველი соусია.
McDonald's-ის free არის ყველგან მაგარი. სულ მომწონს ამის free და ეს ყველის соуსი დააქვთ. აი მენა მაგარი არის. ჰამბურგერი ვნახოთ აბა. აი ასე გამეიყურება. ხორცი, კიტრი და соуსი და всё რა. ჩვეულებრივი ბურგერია, რანაირიც ჩვენთანაა, ზუსტად იმნაირი არის. განსხვავება არა არაფერი. ყველა იქნება განსხვავებული ჩემი აზრით. ამბობენ ჩვენთან მაგარია, მაგრამ მე უფრო მომეწონა, ძალიან გემრიელი არის. ასე გამოიყურება. ირმას თევზის ბურგერი. ამ საოცრებას თვითონ დააგემოვნებს, იმიტომ თევზი არ მიყვარს და ვიცი რანაირი გემოც ექნება, სუნი მცევს თევზის უკვე ვწუხვარ. მე ჩემ ბურგერებს შევჭამ აგერ. რანაირია? თევზის გემო საერთოდაა. არა და სუნი კი აქ ისე. კარგი, ახლა წევიდეთ სხვა რაღაცები დავაგემოვნოთ. მოვიდა ჩვენი პასტა, კარბონარა და აი ბოლონეზე. 8 euro ნახევარი ღირდა კარბონარაც და ბოლონეზეც. პასტებს მიაქაქაურობა ხალხო, აბა რა გეგონათ ახლა რა შევჭამთ იტალიაში. მოდი ახლა ჩემი კარბონარა გავსინჯოთ რანაირი არის. დაწესებულებები უნდა არჩიო რა. სხვა რესტორნებთან შედარებით აქ ძალიან სიაფი არის, რაფერად შევატყვენა. გემო არ ვიცი, მაგრამ შესახედაობაზე აი შვენიარი არის და აი რაფერად ნახავდით, პასტასაც თავისთვის აკეთებენ. всё. ის პასტა გახსოვთ რო ვთქვი, ჩვეულებრივია თქვა. ეს არის არაჩვეულებრივი. ახლა მივხვდი რატო არის იტალია პასტის სამშობლო. ამას გემოაქვს ყველის შავი პიმპილის გემოც იგრძნობა. ეს მაკარონიც ისეთი კარგი გაკეთებულია, რომ რა ვიცი, ძალიან გემრიელი არის. მალადეს პოვარს რა. ბრავო. სადე ბეკონით გავსინჯოთ. ბეკონს გემოაქვს და ყველაფერი ერთად ისე მიდის, რომ რა ვიცი, სასწაული არის. ეს არის ვატიკანთან ახლოს ეს ოსტივია და მართლა გირჩევთ ყველას, შეგიძლიათ დაგუგლოთ და მოხვიდეთ. ასეც იდეალურია, 8 euro ნახევარი და გემოაქვს სასწაული. ყველის აი ეს ბეკონი, ყველაფერი, აუ, რა გემრიელია. აი ამას ქვია გემოების თამაში. ბრავო. ბრავო. მოდი ახლა ირმას ბოლონეზეც გავსინჯოთ. არაფერი არ დამიტოვა პირად, ყველაფერი გადავა. რა გემრიელი სუნია ყველის. რამე მოგჩეს მაჭაბა ყველაფერი. არ მითხრა. არ გეჩქარებულს, გიო, რა გემრიელი არის. всё, არ შემიძლია. ორივეს უწევ რეკომენდაციას. ხორცი თუ გიყვართ, შეგიძლიათ კარბონარა აერჩიოთ, თუ არა და ბოლონეზე. ყველაფერი არის იდეალური და დარწმუნებული ვარ, ყველა პასტა აქ იქნება იდეალური. ირმა იქებს თავს, ახლა გინდა თუ არა შევიდეთ აქო და მალადეთ, შენც მალადეთ და პოვარს მალადეთ კიდე. მე ეს უფრო მომეწონა, და ხორცი მეყვარს, ხო იცი? მაგარია. გადაირე.
მართლა გრაცია სინიორეს და სინიორი თუ რაფერ მითხრა ქუთაისურად მადლობა რა მადლობა პირიქით მართლა კაი ადგილი არის ჩემი რეკომენდაცია ამ ადგილს აგერ ახლა სტიკერი მაქვს აი ჩემი სტიკერი აგერა აი ჩემი სტიკერი უკვე რომში არის მოკლედ რამდენი პიცა და რამდენი პასტა უნდა ჭამოვაქნა არ ვიცი მე რა მართლა გემრიელი იყო ყველაფერი და თან ფასიც არ იყო ძვირი ფასი არ იყო ძვირი რასთან შედარებით იცი რაცაგანა ფასები ვნახე ახლა 15 და 20 ევრო ღირს პასტა და აქ თითქმის ყველა პასტა 8 ევრო ნახევარი ღირდა ერთი ღირდა მარტო 10 ევრო 7 ევრო ღირდა პიცა ყველაფერი არის გემრიელი კარგი ახლა ამოიწერეთ ჩემი არხი ლაიქეთ ვიდეო და წავედით შემდეგი ადგილი დავაგემოვნოთ What do you prefer? Tiramisu. Tiramisu? Yes. I do it one for you. Chef, posso avere per favore un maritozzo al tiramisù fatto perfetto? For you, sir. Thank you. Thank you. Bye guys, thank you, see you. რომ მოვდიოდი მეგობრებო, გითხარო თუ შემიძლიაო რო დაგპატიჟო, მკითხა და მეუთხარი, რა თქმა უნდა, ბაზარი არაა თქვა, იმიტომ რომ ჩვენ ქუთაისელები დაპატიჟება და პატივისცემა ვიცით და რო უნდა და გააც პატივიეცა, უარი არ უთხარით, ხო და ჩვენი ძალიან მაგარი ტირამისუ გვაქვს და ვინახეთ. აუ, კაი წავიდეთ ახლა და გზაში დავაგემოვნოთ, იმიტომ გვეჩქარება გვიანია უკვე და არ მინდა მეტრომ გამასროს. ეს ბულკი არის თუ რაც არის, არ ვიცი, მაგრამ თბილი არის. კრემი, რაღაც ძალიან კარგად გამოიყურება. ადგილზე გააკეთა იქ შეფმა. უყურებდით, ცოტა შორს იყო, ვერ მოვასწარი გადაღება. შეხედე. ძალიან კარგად გამოიყურება. ნახოთ აბა რანაირია. საინტერესო გემო აქვს და საინტერესო კონსისტენცია. ეს არის შიგნით გრილი, რაც არის და ბულკი არის თბილი. ორივეს ერთმანეთში კომბინაცია ძალიან გემრიელ რაღაცას ქმნის. კაკაო აქვს ზემოდან. ვეი. ამასაც ასე ვიზამ კიდე. მოდი კიდე ერთი გავსინჯოთ ძალიან გემრიელი რაღაცა. კბილი არ არის, ნეიტრალური გემოა ყველაფერს. კაკაოს გემო ეს შიგნით რა აქ არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი ისეთ გემრიელ რაღაცას ქმნობს, რომ რა ვიცი. კიდე იმ ადგილს მადლობა, რომ აი ეს გემრიელი რაღაც დამაგემოვნებინა. ნაფირაც გითხარით, ღოსტივია ქუთაისური ადგილების სიაშია ჩაწერილი რომში. წევედით ახლა სხვა რამე დავაგემოვნოთ. ირმას დაბადების დღე არა. მოვედით აგერ კოლიზეუმის ხედზე. და ყველას გირჩევთ, რომ თუ დაბადების დღე არ გაქვთ კოლიზეუმის ხედზე, რესტორანში და კაფეში არსად არ დაჯდეთ. ღვინო ღირს 15 ევრო, ერთი ბაკალი. პიცა ღირს 30 ევრო, პასტები ღირს რაღაცა 25 ევრო, ტირამისუ ღირს 15 ევრო. რაღაცაებს შეუკვეთე და ნახოთ რა იქნება. ახლა ვეტყვი, იქნება სანთელი კონდეთ და სანთელით მოვატანიებ ტირამისუს. всё, უთხარი რომ დაბადების დღე აქვს და ტირამისუში სანთელი რო ჩამირჭოთ ხო და ნახოთ აბა რა ფერი იქნება ეს ყველაფერი. Happy birthday to you. Happy birthday to you. Happy birthday. Happy birthday. Viva! ძალიან კარგად შეხვდნენ ირმას დაბადების დღეს. ყველა მიულოცა და რა ვიცი, სამშვენიერი ადგილი არის დაბადების დღეს გადასახდელად. ამეთ შეიძლება მოსვლა და ამეთ უმოხვალთ უფრო კაი ხედი გექნებათ, მაგრამ ჩვენ ახლა სასიარულო ვართ, ბევრი რაღაცები უნდა ვნახოთ დღეს. კარგი, ახლა დავაგემოვნოთ. მოვიდა ჩვენი პიცა. იმედია ჩანვარ, ირმა არ მიღებს ვიდეოს. ლუად შემდეგში შენ წაგიყვან დასასვენებლად. კარგი, ახლა პიცას გავსინჯავ, მაგრამ ამდენი პიცის გასინჯვა, მაგრამ მე მგონი ამგეს საერთოდ მეტი არაფერი არ აქვს. მენიუში პიცა, მაკარონი და რაღაცა უცნაურ რაღაცეები, რაც არ მინდა ხა. გავსინჯოთ მოდი ახლა ეგ. პიცას ახლა რანაირი გემოც არ უნდა გქონდეს, მაინც კაი იქნება ამ მომსახურების მიხედვით და ხედის მიხედვით კიდე. მაგრამ ნახოთ იქნება და კაია. ძალიან გემრიელია. რას უშობიან ეს ცომია იდეალური და ეს ყველით სხვანაირი არის. აქაური ყველი როა ალბათ იმიტომ არის გემრიელი, რა ვიცი.
გემრიელეს პიცა. ფრეშ გემო აქვს ტომატს და ყველიც გემრიელია, თომი იდეალური არის. აქ ყველა საცხობენ იმ ხუმელში რანაირიც უნდა იყოს და იდეალურადაა ყველაფერი გაკეთებული. ეს გემო მართლა პიცის სამშობლო არის იტალია. იმიტომ ჩვეულებრივი პიცას აქცევენ ხელოვნების ნიმუშად. ეს ადგილი ახლა მეგონა რომ ხედების გამო არ იქნებოდა გემრიელი, მაგრამ სხვათა შორის გემრიელი არის. არ ველოდებოდი. აი ხედი უნდა ნახოთ რა, ძალიან მაგარია. ზუსტად ამის გვერდით არის სხვა რესტორანი, სახელი არც დამიმახსოვრებია, იმიტომ მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორანი იყო და გერდა 170 евро ერთი კაცის უბრალოდ შესვლა. ხედი იყო ჩვეულებრივი, რავი, აქ რანაირი ხედიცა, იმნაირი ხედი იყო იქაც და იმასთან შედარებით ადეკვატური ფასები არის. მოდი ახლა 15 ევროიანი ერთი ჭიქა ღვინო გავსინჯოთ, რანაირი არის აბა. ძალიან გემრიელი ღვინო არის. რანაირი ღვინოა, იცი? ჩვენ რო ვსვამთ ასე გაგიმარჯოს და არა. სხვათა შორის აქ სულ ამნაირი ხმები ისმის. თელ ქალაქში, სადაც არ უნდა გაიარო, ეხმები ისმის ყველგან. გავაგზელოთ. არ ვიცი რა ღვინოა, მაგრამ კაი კი არის. 15 евро არა ისე ცოტა ფასი. მაგრამ შეგიძლიათ მოხვიდეთ ცოლების დაბადების დღეზე, ოღონდ. კიდე კაი ეს დაბადების დღე რო წელიწადში ერთხელაა. გაგიმარჯოთ. ქუთაის გაუმარჯოს. პიცა მომეწონა. არა, მაგარი პიცა. საქმე რაშია, იცი? აქაური პიცა სავარაუდოდ იმიტოა კაი, რომ ინგრედიენტებიც აქაური არის და კაი ინგრედიენტებით აკეთებენ. ქვილი, ყველი, რა ვიცი, ტომატი, ალბათ ყველაფერი კაია და მაგის გამო გამოდის კაი. ქუთაისში პიცერიები, აბა, თუ აქ ვინმეს შეგიძლიათ დამიძახოთ და შევადარებთ აქაურ პიცას. მოდი ახლა ტირამისუც დავაგემოვნოთ. ძალიან გემრიელად გამოიყურება. გავსინჯოთ აბა იგი რანაირია. კაკაოს სუნი აქვს. აუ რა საოცარი რაღაცა. ეს კრემი გრილი არის, კაკაო და ეს რაღაცები, შოკოლადები. ესენი რაცა ძალიან იდეალურ გემოს აძლევს. რომ აქ ნაჭამი ესეთ რაღაცები ძალიან ტკბილი არის და შაქრის გემო მოდის და ამას ისეთი სასიამოვნო ნეიტრალური გემო აქვს. კრემი ისეთი გრილი არის და ეს შოკოლადის გემოც ისე კარგად მოდის, რომ რა ვიცი. 15 евро რამდენად ღირს, ახლა ეგა საკითხავი, მაგრამ გემრიელი არის ძალიან და. აი ახლა გადავიხდით და სხვა რაღაცაც დავაგემოვნოთ. წავედით. Ciao. Შემოვედით მაღაზიაში, რამის ჭამა გვინდა და აფერაც ნახავდით, რესტორანში ჭამა ძალიან ძვირიჯდება. ნახოთ რაღაცეები, ისი ჭამა შეიძლება აიაფოთ. 6 ცალი კრუასანი აღარ ამხელა რაღაცა ღირს евро ნახევარი. რამე ვნახოთ კრუასანის გარდა ისი ჭამა შეიძლება აქანა. ის საჭმელი გამზადებული. ეს სენდვიჩები, ამ რომელიღაცა სენდვიჩს ვიყიდი. ველი აქ და ძეხვი. ბადაშორის ჩვენთან რო ძეხვები იციან, ახოტა და კრაკოვი და რაღაცები, არა, არის ასე თხლად დაჭრილი. და ესაა მთელი ასორტიმენტი, რაც აქვს აქ. გამოვედით,
კარფურში ვყიდულობდით რაღაცებს და უფრო ძვირი იყო და აქ უფრო იაფი არის. ამ ლოკალი ქვია. რავი, თუ მოხვალთ, იცოდეთ, რომ აქ უფრო იაფი არის რაღაცები. 6 ევრო დაგვიჭდა ორ ადამიანს, სენდვიჩი, 6 ცალი კრუასანი, პეპსი და ჩემი სენდვიჩი კიდე. ხევადი ყველი, კალბასი და 2 ცალი პური. იმ პირში მაქვს ხელი შეყოფილი. ამ პირზე მაქვს საუბარი და ხელი მსოფლიოს აქვს, მე მგონი ხელი შენაყოფი შიგნით და არ მინდა ამაზე ხელის მოკიდება. აუ რაღაცა უცნაური ყველის გემო აქვს. ვერ შეჭამთ ხო ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც უცნაური გემო აქვს. სალიამი, ჩვეულებრივი სალიამი არის. ერთ ჭამაზე დაგანაყრებთ რა და 2 ევროც ახლა არაა ძვირი იმ ფასებთან რაც რომში არის. შერასეთ სასადილოში რო შეხვიდე 6 ევრო უნდა რაღაცას და ახლა 6 ევროთ ყველაფერი ვძაბე. დესერტიც გვაქვს აგერ 6 ევროთ, დასალევიც გვაქვს და საკვებიც კიდე. აქ კაფე იყო და ზუსტად ამნაირი სენდვიჩი ღირდა. ერთი ნაჭერი, ოღონ ამაში 2 ნაჭერია. ერთი ნაჭერი ღირდა 6 ევრო. ყოლა ღირდა 6 ევრო და რავი, სხვა არ ვიცი ახლა რა ღირდა. რა გამახსენდა, იცი? გემრიელად რო ჭამ, ვისი დამსახურება, იცი? აი გაჩვენებთ ვისი დამსახურებაცა. ნახეთ. რის გამოვიძებ დიდი ხანი ვიდეო, იცი რა? არა ბადო, ჩემი მეგობარი არის, ვისაც გინდათ, მოდით და მოგხსენათ რა აქვს პრობლემა. აგერა კლინიკა. პოპული რო იყო, იმის უკან. იკითხეთ, ნათია. ქუთაისურად მოგაქცევთ ყურადღებას რა. რა თქმა უნდა. მეშინოდა სტომატოლოგების და მეგობარი ვარ ყოფილიყო, მაინც ჩემმა მეგობარმა უცბილოთ რომ დამტოვა. ეგ დროებითია. ჯიბეში. მადლობა აქედან ნათიას. არა ის ყველი შემიყვარდა. კაია. მოდი ახლა კრუასანიც გავსინჯოთ და ნახოთ რანაირია. ძალიან გემრიელია. 6 ცალი კრუასანი იყო და ლარი და 60 მე მგონი 30 არ ვიცი. ძალიან გემრიელი. გემრიელი ერთ ესე ვთქვათ. ფანტასტიკი. ასე უცებ წაჭმა თუ დაგჭირდებათ, მაღაზიაში წიყდება გამსადებული რაღაცები და ასე ბიუჯეტურად შეგიძლიათ აარჩიოთ რაღაცა და გამოძღეთ. მაგარია. ყველგან სადაც არ უნდა იყოთ, ყალი ხო ყველგანაა და კიდე არის ყველგან აი ნაგვისურნები. ახლა ვართ რაღაც შემოსახვევში, ჩიხივითაა და ნაგვისურნებია ყველგან და ნაგვისურნა. მიუხედავად ამისა, ყველგან არის სიბინძურე. რატო ხდება ასე არ ვიცი. ალბათ ბევრი ტურისტები რო არიან იმის გამო, მაგრამ ქუჩები ახლა რო გითხარო სუფთა არის თქო არა. ყველგან რო ნაგვისყუთებია და ამეს რო ძირს დააგდებ, რა ვიცი, რა გითხრათ. კაი, ახლა წევიდეთ და სპარამე დავაგემოვნოთ. შემდეგი ადგილი არის ალ ანტიკოვიანო. მოდი ახლა ვნახოთ ინტერნეტში გაპიარებული რაღაცა არის თუ მართლა გემრიელი არის. მენი უარი აგერს რეკოდით და პირდაპირ ახლა უკვე მე არჩეული მაქვს რისი შეკვეთა მინდა 10 ევრო ღირს. შეგადავიდე. იქ რა ვერ გადავიდე. აბა არ უნდა ჯავო. რიგი, აი რა მაიგი. უი მართლაო, ხო მართლა რიგია. ხო და მაგიტო გეუბნებით, აბა ვნახოთ ერთი რა არის ამნაირი თუ ღირს ამ რიგში ჩადგომა. აგერ დაცვა აკონტროლებს რიგს, რომ მეორე მხრიდან არ შევიდეს არავინ და კიდე გზა რო არ გადაკეტონ. აი აქეთ არის ესე რიგი. Italiana?
Thank you. დავედით. რამდენი ხალხია? რამხელა არის? კი არ ველოდებოდი ამხელა თუ იქნებოდა. აი შეხედე. ბეკონი, ყველი, რამდენი ყველია? კიდე ბეკონი, შებოლილი სულგუნი აქვს, ბეკონი, პიური აქვს კიდე რაღაც ტრუფელის соусით და დიდი პური. 10 евро კი ღირს, მაგრამ აქაურ ფასებში 10 ევროში, რავი, იგი ნორმალური არის. ნახოთ აბა თუ ღირდა ამ ხელა რიგში ჩადგომა. არ ველოდებოდი ნამდვილად ამნაირ გემოს გაპიარებული რაღაცა მეგონა, მაგრამ ნახე პურიც ახალი არის, ყველს აქვს შებოლილი გემო, ოღონ რანაირი იცი? ყველაფერი შებოლილზე არ გადაყავს რა. ყველაფრის გემო იგრძნობა. მოდი ახლა იტალიურად გეტყვით. Perfetto. Bellissimo. კიდე რაები ვიცი იტალიურად. მენიუში იყო ძალიან ბევრი რაღაცა და 4 ნომერს მე უწევ რეკომენდაციას. ეს პიურე და ტრუფელის соуსი, ყველი და ეს ყველაფერი ერთად იმენა ძალიან გემრიელია. აი ნახეთ კიდევ ერთხელ. აი ეს ქვემოთ არის პიურე და ტრუფელის соуსი. ახლა მივხვდი ტრუფელზე რატო გიждდება ხალხი. ან მქონდა აქამდე ტრუფელი ნაჭამი და ძალიან რაღაცნაირი გემო აქვს რა. სტოკოს გემო მოდის შორიდან. აღარ მინდა ლაპარაკი, ძალიან გემრიელი რაღაცა. თან არ გეგონოთ რომ პატარა არის, აი ეს ნახევარი შევჭამე და კიდე რამხელაა დარჩენილი შეხედე. არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ 10 евро ნამდვილად ღირს ამის გასინჯვად. და ამ რიგში დგომათაც ღირს, იმიტომ მალეც გადის რიგი რა. აია. კარგი, წავიდეთ ახლა და სხვა რამე დავაგემოვნოთ. წავედით ირმა. კაიგია, მაგრამ წავედით. ზათ შეგვხვდა საკვები ობიექტი. მენი აზრით რა იქნება შიგნით? მენიუში რაც ვნახე და გარედან არის პიცა და ირმან პასტა პესტო მინდა. იქანა ქუთაისში რო ჭამე იმას უნდა შევადარო და ნახოთ აბა ხა რანაირი გემო ექნება აქანა. პიცა პასტა, მაგრამ დევიღალი აღარ მინდა. წამიყვანეთ ქუთაისში ხინგალი მინდა. ან კაბაბი, ან არ ვიცი, მწვადი რაღაცა მინდა, არ მინდა დევიღალი, ამ გენის ნაჭამი. დაჟე მაღაზიაში კალბასი არ იყიდება ახოტა რო გადეირტყას კაცმა. მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. 2 евро ნახევარი ღირს პიცა. სუნი აქვს შვენიერი. ნახოთ აბა გემო რანაირი ექნება. ყველი წვანილების გემო აქვს. საკმაზები აქვს რა, რისი გემო აქვს ვერ ხვდები. რაღაცა წვანე ის აქ მოსხმული და ძალიან გემრიელი გემოს აძლევს. ყველაფერს გადავცეთ აგერ ირმას. პიცა უკეთესად გამოიყურება, აი შეხედე. აჰა, პიცა ძალიან მაგრად გამოიყურება. 1 евро და კიდე ეს პიცაც. და რამხელა არის შეხედე. თუ მოძებნით დაწესებულებებს, შეიძლება ნახოთ იაფათაც ყველაფერი, იმიტომ სხვაგან პიცები ღირდა
დაახლოებით 15 ევრო, 20 ევრო. გააგხეთ და 6 ევრო. და გავსინჯოთ აბა რანაირი გემო აქვს. აია. ძალიან გემრიელი არის. აი, ნახეთ. ცომს ყველგან აკეთებენ იდეალურად რა. რაც არ უნდა ვთქვათ, იციან პიცის გაკეთება. იდეალურია, მაგრამ ნაფერადს გითხარით, გამომივიდა ყელში ამდენი პიცები. ამ ადგილს ნახავდით გარედან რაც აწერია, შეგიძლიათ მოხვიდეთ, იაფად შეჭამთ იგივე პიცას, რაც ვირი ღირს სხვაგან. კიდე არ უნდა ვჭამ, რამდენი ყველი აქვს შეხედე. იდეალური არის. გევიგეთ რომ გაია იტალიაში პიცა. კაი, წევედით შემდეგ ობიექტამდე. ნაყინი დავაგემოვნოთ, ნამდვილი იტალიური ნაყინი, რავი, ამბობენ რომ მაგარი არისო და გავსინჯოთ ჩვენს. წევედით კიდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაყინი. ნაყინიც ვიყიდე, პატარა ნაყინი ღირდა 3 ევრო ნახევარი, ტირამისუ ღირდა 5 ევრო. რაფერ შეიძლებოდა ისე ავსულიყავით იტალიიდან, რომ ნაყინი არ გამესინჯა იტალიური და მოდი გავსინჯოთ ახლა ერთად. ვიცი გემო, ეგ რა გემრიელია. დუბაის შოკოლადს ვარ, ხო რაღაც ის მწვანე რაღაცებია მოყრენი და ძალიან გემრიელი არის. მართლა გემრიელი ყოფილა, კაკაოი ნაყინი. მე ნაყინი არ მიყვარს, ტკბილი იცით და ძალიან გემრიელი რაღაცა არის. ამას უეჭველი შევჭამ. მოდი ახლა ტირამისუ გავსინჯოთ. აი, ესე ლამაზად გამოიყურება. ტირამისუ. ეგი არის ბანანით და შოკოლადით. რატო არის ამხელა რიგი აქანა იგიც გავარკვიოთ. ნაყინი მართლა კაი არის. ახლა ეგი ვნახოთ. შეხედე, ნერ ფაფუკია. აი. არ მომწე მირმა. რა გემრიელია. ბანანის გემო მოდის შორიდან, შოკოლადის გემოც არის. რანაირი ნეიტრალური გემო აქვს, იცი? კბილი არა, რომ გემოები გადაფაროს სიტყვო. ესეც არ ყოფილა გაპიარებული რაღაცა. ძალიან ბევრი ხალხი არის და მართლა გემრიელი რაღაცეები არის და ძვირიც არ არის. უგემრიელესი ტირამისუ არის, ბანანის და შოკოლადის. მაგარია. კრემი არის, შეხება არ ჭირდება დნება. მეგობრებო, ჩვენ ამ რაღაცეებზე მეორე კრუზზე წავალთ, რაფერაც ვატყობ, იმიტომ უგემრიელესი არის. ეს ადგილი არის ესპანური კიბეების აი რო დაუდგებით წინიდან ცხენა მხარეს, აი იქეთ პომპი აწერია და რიგია იცოდეთ სულ ჩვენ ცოტა ხანი მოგვიწია რიგში დგომა. მოსახვევიდან იწყება რიგი ხოლმე, ფიქრობდი რისი რიგია თქო და თურმე რისი რიგი ყოფილა. მოდი ახლა შევაჯამოთ. აფერ მოგეწონათ ხალხო იტალიის ჭამის ტური. მე ასე თუ ისე მომეწონა, მაგრამ ჩემი ხინგალი მენატრება და ჩემი ყვადი და ქაბაბი და რა ვიცი, ქუთაისი მენატრება და ქუთაისური საჭმელები. აგემშვიდობებით ახლა ხალხო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო. მე კიდე ამგენს შევექცევი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. ზარმაცი გადამღები მყავს და არ გახსნა მაგი. პოპკორნი? რატო? პოპკორნი ირმასი არის და არ მინდა. კრეკერსას ვერ გაჩვენებთ. იმიტომ არ გახსნაო ირმა იძახის და ნახე აი. ირმამ ჯერ გადაიტანა იქედან იქეთ. მერე ახლა აქედან იქეთ და ახლა იქედან აქეთ ირმენას.